Dzirpaso სანამ ვილოცებდეთ, შევეხებით ღმერთის სიტყვას. Თორემ ხადაგება ბოლო ფსალმუნის ტექსტით, რომ ტექსტ შევხედოთ, სწორედ ეს ადგილია დღეს, განვიხილავთ ამ ადგილს, დავიკითხავთ, დიდება მაღალთაშინა ღმერთს, ძირფასო როგორც იგალობენ. სწორედ ეს ადგილია, რომელიც ჩვენ დღეს შევეხებით ღმერთის სიტყვას. სანამ დავიწყებდეთ ღმერთის სიტყვის გარჩევას, რომ ეს სიტყვა დამკვიდრდეს ჩვენში, მანამდე ვილოცოთ. დიდებულო ღმერთო მამაზეცია, მადლობი რომ დღეს შევკრიბე შენს წინაშე, რათა შევხვდეთ შენთან დასწრებას, შენს სიტყვას, გავითავისოთ ეს სიტყვა და ეს სიტყვა დამკვიდრდეს ჩვენში და მოიტანოს ნაყოფები და შენ სახელი დიდებოდეს მუდამჟამ ჩვენი. დიდებულო ღმერთო და წმინდა სამებაო, მამაო, ძეო და სულო წმინდაო, ამინ. ლუკას სახარებეს, ვისაც გაქვთ წიგნები, შეგვიძლია გადავშალოთ. მე მინდა წაგიკითხოთ ეს ადგილი. მერვე მუხლიდან წავიკითხოთ, უფრო გასაგები რომ იყოს, დავიხსენოთ ეს ისტორია. იმ მხარეში წყემსები იყვნენ, მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამსწროს. ახლა უფლის ანგელოზი დაადგა მათ და უფლის დიდება გაუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიში და უთხრა მათ ანგელოზმა, გეშინიათ, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება. ეს ჩვენი ქადაგების თემა იქნება, რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი. ანგელოზების მიერ ნაუწყები დიდი სიხარული, რომელიც მთელი ხალხისა იქნება, აქ ვკითხულობ. ეს სამი რამ მინდა გამოყო. წინა პირობა ამ სიხარულისა, პირველი, მეორე მიზეზი სიხარულისა და სიხარულს ასევე აქვს თავისი ნაყოფები. როცა ვხაროთ, მას მოაქვს ნაყოფები, ჩვენ სასიკეთოთ, არამარტო ჩვენთვის, ხვებისათვის. ქრისტეს შობის დღესასწაული ძვირფასნო, თავისი მასშტაბით და თავისი დიდებულებით ამ დღესასწაულს ვერ შეედრება სხვა დღესასწაული ძვირფასნო. ბევრი ადამიანები იშვება ქვეყნიერებაზე, მათი შობის დღეს შობას აღნიშნავენ, მაგრამ ქრისტეს შობას, მის ზებუნებრივ შობას, მის განკაცებას, რომელიც მოვიდა აქ მიწაზე, იშვა. ის იშვა და მისი დაბადების დღე ის არის, როდესაც ის ჩამოვიდა აქ მიწაზე. იშვა ქალწულ მარიამში ჩაისახა და შემდეგ იშვა როგორც ყრმა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ჩვენ ვართ, რომელიც განკაცდა ძვირფასნო, რომელიც მიიღო ხატება ჩვენი, რომელიც არ დარჩენილა ბაგაჟში, რომელიც იზრდებოდა და შემდეგ ჩვენს გამო ვიცით, რომ მან გაიღო თავის სიცოცხლეც და მისი აღდგომით მოგვანიჭა მარადიული სიცოცხლე. იესო შობის ის არა მარტო შობილია ჩვენთვის, ძვირფასნო, მიშვა მიწაზე ჩვენთვის. ჩვენი მსნელი, ის გახდა მსნელი ჩვენი. ის არის ღმერთი, მთელი სამყაროს მეუფე, მოვიდა აქ მიწაზე, რომ გამოისყიდოს ჩვენი ცოდვები ძვირფასნო. აქ ვიბაძოს სიხარული. წყემსები იყვნენ მინდვრად, ჩვენ წავიკითხეთ. და წერია უფლის დიდება გაუბრწყინდათ და შეშინდნენ ისინი. ეს უბრალო შიში არ იყო ძვირფასნო. ისინი საშინლად შეშინდნენ. შეიძლება სხვაგვარად რომ ვთქვათ, თმები ყალზე დაუდგათ მათ. ეს იყო ძალიან დიდი შიში. ისინი შეწუხდნენ, შიშობდნენ. რა გახდა მიზეზი ამ დიდი შიშისა? ადამიანმა დაინახეს ძვირფასო სხვა სამყაროს ბრწყინვალება.
ის იყო ანგელოზი, რომელიც იდგა და გაბწყინდა ღმერთის დიდებულება, რომელიც გაუცა ისინი წემსები თავისი მიუწვდომელობით და დიდებულებით ძვირფასო. ამავე დროს გამოჩნდა უსუსურობა მწყემსებისა. მეორე მხრივ ანგელოზი დაადგა მათ და უფლის დიდება გაუწყინდათ და მათთან ის იყვნენ მწყემსები და ცხრის ფარა მხოლოდ. ყველაზე დიდი განსხვავება ზეციურ დიდებულს შორის და ადამიანურ დიდებულს შორის მათმა განიცადეს თავისი სულიერი მდგომარეობის უსუსურობა. თის დიდების წინაშე ძვირფასო. და ეს გახდა შიში მიზეზი მათი საშინელი შიშისა, რომ ისინი ძალიან შეშინდნენ. ისინი წარდგნენ თის დიდებულების წინაშე და თავში დაინახეს თავისი უძლურობა, უსუსურობა, დაინახეს ცოდვილიანობა თავის თავში. რადგან ღმერთი არის წმინდა და სრულყოფილი. და როდესაც ის აბწყინებს თავის დიდებულებას, ადამიანი ცოდვილი, ის ყოველთვის შინდება მისი დიდებულების წინაშე, როდესაც ცოდვებში იმყოფება. როცა უფალი აღებს ფარდას ამ სამყაროში, ადამიანს სიამაყე ქრება ამ დროს, ეცემა მუხლებზე ძვირფასო და ღვთის წინაშე დიდი შიშით, სხვა რეაქცია არც იქნებოდა ამ ადგილას. ძვირფასო, ჩვენ გავიხსენოთ პირველი საიდან მოვიდა ეს შიში? გავიხსენოთ ედემის ბაღიდან, როდესაც ადამმა შესწოდა. ღმერთმა დაუძახა მას, სათხარ ადამ. და ადამი ეუბნება მას ღმერთს, რომ შენი ხმა მომესმა და ბაღში და შემეშინდა. აი საიდან არის შიში და ამ შიშის ბუნება. ქვეყნიერების შექმნისას, ძვირფასო, რომელსაც ადამიანს ჰქონდა ყოველი პრივილეგია და ევას. მათმა შესწოდეს, დაკარგეს ყოველი უფლება, მდგომარეობა და მაშინ წარმოიშვა შიში. და ეს შიშის გამო და ცოდვის გამო ისინი განუდგნენ ღმერთს. ისინი წარდგნენ ღმერთის წინაშე, რომელიც არის სრულყოფილება. და ამ დროს ადამიანი ცოდვილი ვარდება შიში, სასწორ წარკვეთაში. ძვირფასო, სწორედ ასეთი მდგომარეობა არის უდიდესი მადლი ღვთისა მათ მიმართ. ჩვენ გვახსოვს, ადამი ედემის ბაღში დაპირდა მას გამოსყიდვას, ის თამომავლობას ერთმა. ეს არის კურთხევა, რომ შიშმა გამოიწვია მასში უსუსურობა, უძლურობა, სინანული, რომ შესწოდეს ღმერთის წინაშე. რადგან ღვთის შიში ხდება საწინდარი ძვირფასო, რომ შევიძინოთ სიხარული. პირველი ნაბიჯი რომ იყო ბედნიერი, ეს არის გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენი უსუსურობა და ჩვენი ცოდვილიანობის ეს უნდა გავაცნობიეროთ თვითონმა ჩვენთაგანმა. პირველი ნაბიჯი რომ იყო შეწყალებულნი, მოგვიტოვეს ჩვენი ცოდვები, ეს არის გაცნობიერება ჩვენი დანაშაულისა. უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენ დანაშაულს. ჩვენი დანაშაულის გამოაშკარება ჩვენში უნდა მოხდეს. ჩვენ თავში უნდა მოვძებნოთ ძვირფასო, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. ასეთი გზით გაიარა ესაია წინასწარმეტყველმაც. გავიხსენოთ, როცა ესაია ღვთის დიდებულების წინაშე წარდგა. ესაიას მე-6 თავის მე-5 მუხლში ვკითხულობ. ვაიმე დავიღუპე, იძახის ესაია, რადგან ბაგე უწმინდური ვარ, კაცი ვარ მე და ბაგე უწმინდურ ხალხთა შორის ცხოვრობ მე. აცნობიერებს თავის უწმინდურობას, უსუსურობას ღმერთის წინაშე. და ჩვენმა თვალებმა იხილეს მეუფე, უფალი ცაბაოთ, ამბობს ესაია. ამ აღიარებით მან მიიღო ესაიამ განწმენდა. დღეს ჩვენ გვეშინია, რისი გვეშინია ჩვენ? მოდი გავაცნობიეროთ. გვეშინია სინამდვილეში რა მიზეზები იწვევს ჩვენ ამ შიშს ჩვენში. ჩვენი ფინანსური არასტაბილურობის, როცა არასტაბილურია ჩვენ ფინანსური შემოსავალი, სამუშაოს დაკარგვა, შემოსავალი, კომფორტი ძვირფასო, ტერაქტების ომის შესახებ გაგება, ძვირფასო იწვევს ჩვენში შიშს, მიწისძვრები, სასიკვდილო ავადმყოფობა, ან ჩვეულებრივი ავადმყოფობა, ისი გვეშინია დღეს ჩვენ.
ადამიანები ამბობენ, ვინ არის ღმერთი, რომ უნდა გვეშინოდეს? დღეს ძვირფასო. ასეთი მდგომარეობა ეს არის ყალბი, ეს არის ცრუ. ამიტომ არ აქვს ადამიანებს სიხარული ძვირფასო. მას აშენებს სულ სხვა რამ, არა ღმერთი. ჩვენ დავინახეთ, რომ თავის ცხოვრებაში წყემსებმა განიცადეს ყოველი ეს ღვთის წინაშე, მათ განიცადეს ღვთისთან დასრება, მისი დიდებულება, ვრთოდნენ მის წინაშე და მათი სიხარულის საფუძველი წყემსების ხდება შიში. მას შეეშინდათ და ღვთის შიში და არა სხვა რამის. ძვირფასო, ასეთი გაგება ღვთის შიშისა ხდება მიზეზი სიხარულისა. ეს მიზეზი უბრალოა და ის დევს ზედაპირზე, ნათლას ჩანს. ანგელოზმა უთხრა, ნუ გეშინია თქვენ, განაცხადა მათ წინაშე, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება. ის ამბობს, თქვენ არ უნდა გეშინოდეს. ანგელოზი მოუწოდებს, რომ თქვენ არ უნდა გეშინოდეს. ამისა, რომ თქვენ შეშინდით თქვენი ცოდვილიანობის გამო ის სიტმინდის წინაშე და ეს კარგია ძვირფასო. როდესაც ღვთით თვითონ გეშინია უფლისა. ეს მოწიწების შიშია ძვირფასო. ჩვენ ებრაელთა წერილში გვახსოვს მე-11 თავის ბოლო მუხლებში, მე-12 თავის ბოლო მუხლებში. ეს არის თოლვა უფლის წინაშე. მოწიწებით ყოფნა მის წინაშე. ანგელოზი ეუბნება და შიშის წინა პირობა ეს არის, მე თქვენ მოგიტანოთ სიხარული. კეთილი უწყება ეუბნება ანგელოზი, რომ ღმერთი იშვა თქვენთვის, ისთვის იშვა თქვენთვის და ეს სიხარული მთელი ხალხისა იქნება. ეს ყველასათვის იქნება სიხარული საუწყებს. ლუკას 2:11-ში ვკითხულობ, ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში, ვისთვის? ჩვენთვის. ჩვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. ანგელოზი აუწყებს მათ, რომ მაცხოვარი ყველასათვის იშვა. ის არის ქრისტე უფალი. ამ უწყებას აუწყებს წყემსებს. იესო მოვიდა, რომ გაგვაშოროს ცოდვებისაგან თვითონ ამიწაზე. დღეს არ უნდა გვეშინოდეს თვითონ ჩვენთანაც, რადგან ის მოვიდა, რომ როგორც ხსნელი ჩვენთან. ის გახდა ჩვენი მსგავსი, რომ მოგცეს ჩვენ მშვიდობა და მოგცეს შერიგება თავისთან, ღმერთთან. რომ განვიცადოთ ნამდვილი სიხარული. ვისვაზოთ, დღეს თანამედროვე ადამიანს არ აქვთ სიხარული, რატომ? რითი ხარობენ ისინი? საჩუქრებით, კომპიუტერული თამაშებით ახარებს მათ, როცა მოიგებენ. ყიდვა გაყიდვით, ახალი სახლით, ახალი ავტომობილი და ასე შემდეგ. მათი სიხარული ეს არის. სწორედ ამაშია ყველა პირობა, ისინი ცხოვრობენ დეპრესიაში, სვამენ დეპრესანტებს. და დაკარგეს ნამდვილი მიზეზი სიხარულისა. შეცვალეს რამე სხვათი ძვირფასნო, რომელსაც აქვს მხოლოდ შეხედულება, საგნებით შეცვალენ და ამით ხარობენ ამ საგნების შეძენით და თავს იტყუებენ ადამიანები და ვარდებიან გამოვალ მდგომარეობაში. ეს კი ნისლია ძვირფასნო ადამიანებისათვის. ეს მოჩვენებითია. მათი სახარული დროებითია. მერტმა გააბწყინა თავისი დიდებულება ჩვენდამი, რათა გაგვაცნობიეროს ჩვენ. შევიცნოთ მისი დიდებულება იესო ქრისტეს სახით. ხოლო მისი დიდებულების შეცნობით ძვირფასო კი არ უნდა გვეშინოდეს შემოქმედისა, არამედ უნდა ვისწრაფებოთ და გავიგოთ, რომ ღმერთი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია. რომ მივიღოთ უანგარო ბოძებული საჩუქარი, რომ მოგვიტოვოს ქრისტეში, ძვირფასო ღმერთმა ჩვენი დანაშაული. ძვირფასო და ღვთისაგან ბოძებულ სიხარულს
მოაქვს თავისი ნაყოფები. ამ ნაყოფების შესახებ ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ მეორე თავის მე-17 და მე-20 მუხლებში. მოუთხრეს მათ ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე. სად მივიდნენ ისინი? ჩვენ ვიცით, რომ მივიდნენ ნახეს ყრმა და მოუთხრეს ამ ყრმაზე ამბავი, აქ ვკითხულობთ. მე-20 მუხლში ისინი დაბრუნდნენ იქ, სადაც მათმა განიცადეს ეს შიში და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს. პირველი ნაყოფი ჭეშმარიტი სიხარულისა არის ის, რომ მეუფე რომ მოუყვეთ იმის შესახებ ძვირფასნო. როგორ იშვა ჩვენი მაცხოვარი, როგორ მოვიდა ის, რატომ ხარობს შენ? ამის შესახებ უნდა მოუყვეთ სხვებსაც. მეორე ნაყოფი ჭეშმარიტი სიხარულისა ეს არის განვადიდოთ ღმერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მეფობს ჩვენ ცხოვრებაში, ღმერთი, მას უკავია ტახტი ჩვენში. ჩვენ კი მას ვადიდებდეთ უნდა. ისავსებ ჩვენ გონებას, ჩვენ გეგმებს, სანუკარ ჩვენ ოცნებებს. და ის მისი ნება ყველაზე მეტად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე. ჩვენ ღელავდეთ მისი ნების აღსასრულებლად უნდა. და მაშინ ჩვენ ხვდებით მარადიული სიხარულის მატარებელი. ეს სიხარული ჩვენში იქნება და მის ხელებიდან ვერანაირ წაგვიძლეს ჩვენ ძვირფასნო. ვერან გამოსტაცებს ჩვენ თავებს. რათა ჩვენ მივიღოთ მარადიული სიხარული. ამ მარადიული სიხარულის მიზეზი კი არის შობა ძვირფასო ჩვენი მსნელისა, იესო ქრისტეს, რომელიც მოვიდა პირადად ჩვენ. ღმერთმა განეწყო ჩვენს მიმართ, რომ მივიღოთ ხსნა იესო ქრისტეში, მივიღოთ გადარჩენა, მივიღოთ ცოდვების მიტევება, მასში გამართლება. რათა ვიყოთ მისთან დასწრებაში, ხონდეს ეს სიხარული რომ არ გვეშინოდეს, რადგან კეთილგანწყობილია ღმერთი ჩვენს მიმართ. იესო ქრისტეში გვაქვს ყოველი ეს. ამ სიხარულს ვერავინ ვერ წაგვართმევს. რადგან ღმერთის დიდებულება ყოველი არის ქრისტეში. ის გაბწყინდა ჩვენში, ის დამკვიდრდა ჩვენში, რათა ვიყოთ მისი ნების გამცხადებელი, მის სახელის მადიდებელი. და მოქონდეს ნაყოფები, რომ ეს კეთილი უწყება ვავწყოთ სხვასაც და ყოველთვის განმადიდებდეთ მის სახელს. რადგან უფალი მეფობს ჩვენში და ეს მოფება უნდა გაუცხადოთ სხვასაც. უფალმა გაკურთხოთ და იყავით ყოველდღიურად.